400-ზე მეტი დღეა 420 დაახლოებით. დღეა ჩვენს ქვეყანაში მიმდინარეობს აბსოლუტურად მშვიდობიანი პროტესტი ქართული რუსული ოცნების, ანუ პერსონალურად ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ და ჩვენ უდრეკად ვდგავართ რუსთაველის გამზირზე და არა მხოლოდ სხვა ქალაქებშიც თბილისის გარდა მიმდინარეობს ეს საპროტესტო აქციები, საპროტესტო დემონსტრაციები, მარშები, საზოგადოების ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი, არა უმცირესობა, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა მართლაც 1500-2000 კაცია ყოველდღე რუსთაველზე და არა უმეტეს, არა უმცირესობა, არამედ სწორედაც რომ უმრავლესობა აპროტესტებს ბიძინა ივანიშვილის ჯოჯოხეთურ, ჩვენი მასშტაბებით ჯოჯოხეთურ ხელისუფლებას. ხვალ რომ რეფერენდუმი ჩატარდეს, უნდა დარჩეს თუ არა ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში, ოღონდ ეს რეფერენდუმი ჩაატაროს არა არსებულმა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, რომელიც რასაკვირველია მოქმედებს ბიძინა ივანიშვილისა და კობახიძისა და ზარქუასა და დიმიტრი სამხარაძის კარნახით, ხო? არამედ ობიექტურმა საარჩევნო კომპანიამ კი არა საარჩევნო ადმინისტრაციამ რომ ჩაატაროს ეს რეფერენდუმი და ეს კითხვა იყოს დასმული ბიძინა ივანიშვილი პირწმინდად დამარცხდება რასაკვირველია. მეორე მხრივ თუ რომელიმე ჩვენგანი იტყვის რომ ჩვენ წინ ვერ წავიწიეთო, ეს რომელიმე ჩვენგანი გარკვეული ლოგიკით მართალიც იქნება, განა არა. ჩვენ მართლაც არა თუ წინ ვერ წავიწიეთ, არამედ შეიძლება ასეც ითქვას რომ უკანაც დავიხიეთ, იმიტომ რომ ამ 400 დღის განმავლობაში ბიძინა ივანიშვილმა დამატებით ავნო ამ ქვეყანას, ანგრია ეს ქვეყანა მიიღო რა 1 2 7 10 15 27 კანონი პირობითად. მან პოლიტიკური რეპრესიები გააგრძელა, პოლიტიკოსები გამოამწყვდია ციხეში, აქტივისტები, არ მიყვარს ეს სიტყვა, მაგრამ მაინც მოკლედ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, რიგითი მოქალაქეები, ალბათ უფრო სწორი სიტყვა, ტროტუარზე დგომისთვისაც კი გამოამწყვდია ციხეში, გაამკაცრა წესებად წოდებული უკანონო ქმედებები და ასე შემდეგ. აღარ ვლაპარაკობ იმაზე, რაც ჩაიდინა მან საგარეო ფრონტზე, როგორ ავნო ამ ქვეყანას, როგორ მიანგრია, როგორ დაუკარგა მისია, ფუნქცია, როგორ დაუკარგა პერსპექტივა ამ ქვეყანას. ამ 400 დღის განმავლობაში ჩვენ ვდგავართ უდრეკად, ეს ჩვენი მიღწევაა და ჩვენი გამარჯვებაა, მაგრამ ის რომ ამ 400 დღის განმავლობაში მას თმის ღერიც კი არ ჩამოვარდნია, არა პირდაპირ მნიშვნელობით ცხადია. და ბიძინა ივანიშვილი საკმაოდ მყარად გრძნობს თავს, ეს ჩვენი მინუსია, ჩვენი მარცხის მადასტურებელია თითქოს. ფრეამეთქი ასე ვიტყვი, იმიტომ რომ ყველაფერს ვერ აკეთებს ბიძინა ივანიშვილი, რაც ჩაფიქრებული აქვს, მაგრამ რასაც აკეთებს, ესეც უკვე კატასტროფაა ჩვენი სახელმწიფოსათვის, ჩვენი სახელმწიფო ორგანიზმისათვის. ეხლა არსებობს ასეთი მოსაზრება, რომელსაც მე პრინციპულად არ ვეთანხმები, ირანელი ხალხი. ირანელმა ხალხმა აიღო ხელში ქვა, აიღო ხელში ჯოხი თუ ფიცარი და დაუპირისპირდა, ასე უდრეკად დაუპირისპირდა რეჟიმმა დაუშვა შეცდომა, დანაშაულებით ჩაიდინა, ესროლა და ირანელი ხალხი მაინც არ შედრკა და ის მაინც გამოდის, უფრო მეტიც კი გამოდის. ნამდვილად ასეა, მიუხედავად იმისა, რომ წირი ინფორმაცია გვაქვს ჩვენ ირანიდან. მე არ ვარ ამგვარი პროტესტის, ხაზგასმით მინდა ვთქვა, თუ მაინც და მაინც ეს სიტყვა უნდა ვიხმაროთ, ამგვარი ძალადობაში გადაზრდილი, ცხადია პასუხისმგებელი მსხვერპლი არც ერთ შემთხვევაში არ არის ირანელი ხალხი, მაგრამ ამგვარი დაპირისპირების მომხრე რომ ჩვენთან ლეტალური შედეგებიც დადგეს. ბევრი მეტყვის რომ სხვანაირად არ გამოვა, უნდა მოხდეს სახელმწიფო გადატრიალება, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა, ჩვენ უნდა გადავძაბოთ, ფოთოლიც უნდა ჩამოვაგდოთ რუსთაველის გამზირიდან და ვიტრინებიც უნდა ჩავამსხვრიოთ, ქვები უნდა ავიღოთ და პარლამენტის შენობას ვესროლოთ, როგორც ისინი გვიპირისპირდებოდნენ და გარკვეული ალბათობით დაგვიპირისპირდებიან, ჩვენც უნდა ამ მეთოდებით დაუპირისპირდეთ მათ, ანუ ისინი თუ შემოგვაცხავენ წყლის ჭაუს, ჩვენ უნდა ავიღოთ მართლა ჯოხი და ვდრუზოთ თავშიო. ბევრი მეტყვის ამას, ლოგიკა განა ამაში არაფერი განა არ არის, იმიტომ რომ სხვა თუ არაფერი ემოციების ნაქსოვი ადამიანები ვართ, ქსოვილები ვართ, ასე ვიტყვი და ჩვენ შეიძლება ნერვმა გვივტყუნოს
და ჩვენს ასეთივე მეთოდებით დაუპირისპირდეთ ბანდა ხელისუფლების ბანდა, რა ქვია, გედედეს, რომელსაც ხარება არ ხელმძღვანელობს. ახლა უკვე მაგრამ ხელმძღვანელობს ვინმე ხარებას მსგავსი, ხარება აბრაზნი ასე ვიტყვი. მაგრამ მე ამ გზის მომხრე არა ვარ. მე მირჩევნია თუ სწორი სიტყვა და ვიცი რომ დიდ კრიტიკას დავიმსახურებ, გაიწელოს პროცესი და მეტნაკლებად მშვიდობიანი მეთოდებით ჩვენ ჩამოვშალოთ, ადრე იქნება თუ გვიან ეს ბანდა ხელისუფლება და უკვე ის უზარმაზარი უფსკრული, რომელიც ისედაც წარმოიქმნება ბიზნა ივანიშვილის პირობებში და ბიზნა ივანიშვილის გამოისობით საზოგადოებაში, იყოს ნაკლები სიღრმისა და ამოვსებული იყოს ამოვავსოთ თუ გადაიძაბება გედედესა და დემონსტრანტებს შორის ურთიერთობები და ლეტალურ შედეგებამდე მივა დემონსტრანტების მხარეს, რასაკვირველია 100%-ში ასე გეტყვით თქვენის ნებართვით, ხო, მე უკვე გედედეს ვინც უჭერდა მხარს ან ვინც დუმდა გედედესთან მიმართებაში, მათ მიმართად ჩვენ გაგვიჩნდება ვენდეტის განხორციელების სურვილი და ეს კიდევ მეტად ჩაჩეხავს. აი ახლა ხვალ რომ ამერიკის შეერთებული შტატები ჩაერიოს ირანის საქმეებში და დაამთავროს აიათოლების რეჟიმი, იმდენად ჩააჭაობა ირანი, იმდენად ბევრი მომხრე ყავს აიათოლების რეჟიმს, უმცირესობაში არიან, მაგრამ ბევრნი არიან, რომ მე უკვე ამ უფსკრულების აღმოფხვრა, ამოვსება, რომელიც ირანულ საზოგადოებაში არის, ალი ხამინეის რეჟიმის ქმედებათა გამო, ამ 10 წლეულების განმავლობაში ქმედებათა გამო, კიდევ უფრო მეტად გავყან, არანაკლებ გაჭირდება მეთქი. ვიტყვი ასე, ამიტომ რასაკვირველია ეს რბილი გადასვლა, როგორც ასეთი გადასვლა ახალ რეჟიმზე, ახალ სისტემაზე, რასაკვირველია გარდაულად აუცილებელი მგონია მე თან გარანტია იმისა, რომ თუ დრუზავ თავში გედედეს პოლიციას ბანდას რასაკვირველია და ის არ გდრუზავს იქით, რასაკვირველია გდრუზავს, მაგრამ აპრიორი გაიმარჯვებ, ხო, ამის გარანტია არ გაქვს, ისევე როგორც ირანელებს არ აქვს, ირანის ხალხსაც არ აქვს გარეჩარევის გარეშე პრაქტიკულად არანაირი გარანტია ჩვენთან გარეჩარევა იქნება თუ არა. ირანი საინტერესო ქვეყანაა, გლობალური, რეგიონული მოთამაშეა თუ გრებავთ ასე. ჩვენ მაინც ბიზნა ივანიშვილის გამოისობით განსაკუთრებით ვართ ერთი კი ბოდიშებ ჩვენ სამშობლოზე ამგვარ სიტყვას არ უნდა ხმარობდეს კაცი, ერთი ცხინკიანი ქვეყანა შეერთებული შტატებისთვის და შეერთებული შტატები თავს არ შეიწუხებს, დასავლეთი არ შეიწუხებს შიდა საქმეებში, მით უმეტეს ესე სამხედრო თვალსაზრისით ჩარევისაგან თავს შეიკავებს. ივანიშვილი ვერ გახდება მადურო და ივანიშვილი ვერ გახდება აიათოლა, იმიტომ კი არა, მხოლოდ იმიტომ რომ მადუროსავით ასტიკი და ბნელი და ჯოჯოხეთურად დამნაშავე არ არის, ის ჩვენი მასშტაბით ძალიან დამნაშავეა ქართველი მადურო, არა იმიტომ რომ აიათოლას მსგავსად არ არის აიათოლა ივანიშვილი ჩვენ მასშტაბებში არის, რასაკვირველია, მაგრამ პატარა ქვეყანაა ეს ჩვენი ქვეყანა და უფრო ბევრად უფრო დიდი ძალის ხმევა გვმართებს ჩვენ, ვიდრე ირანელებს მართებთ, რაც პრაქტიკულად წარმოუდგენელი. ახლა რაღა ეს მოვამთავრე ეს ნაწილი, ახლა სხვა თემაზე გადავდივარ. ხომ არ დადგად, რომ რამ ოპოზიციის წარმომადგენლებმა ერთმა ლიდერმა სალომე ზურაბიშვილმა, ან ერთმა ლიდერმა სხვებთან ერთად, ან ვინმე არ ვიცი მიხეილ სააკაშვილმა, გიორგი მარგველაშვილმა და სალომე ზურაბიშვილმა ძალიან კარგი ერთობა იქნებოდა, ეგრა მაგის პასუხია 3 პრეზიდენტის დეკლარაცია რო გაკეთდეს. პრეზიდენტი სააკაშვილი აწერს ხელს საპატიმროდან, პრეზიდენტი მარგველაშვილი აწერს ხელს დუშეთიდან, პრეზიდენტი მარგველაშვილი კი არა სალომე ზურაბიშვილი აწერს ხელს საიდანღაც. შესაძლოა ვცდები, მაინც და მაინც ამ სამ პიროვნებაზე არ ვამახვილებ ყურადღებას, უბრალოდ ვარიანტის სახით გეუბნებით. ან პოლიტიკურმა სპექტრმა, ან საზოგადოებამ, ან არ ვიცი, მე ავტორიტეტმა, რომელიც არ აყვავს, ეგრა მაგის პასუხია გამორჩეული ლიდერი, ასე რომ ამბობენ ხოლმე, ხო? ვისაც ყველა ენდობა. მოკლედ ვინმემ აიღოს საკუთარ თავზე დიდი დეკლარაციის გაკეთება. ვინმე მეტყვის, რომ ქალბატონმა ზურაბიშვილმა პრეზიდენტობის, ვიდრე ის პრეზიდენტი იყო, მეხუთე პრეზიდენტი ახლაც არის და დე-იურე პრეზიდენტია ჩემი მოსაზრებითაც, მაგრამ აი ვიდრე გამოვიდოდა, მოდი ასე ვიტყვი, პრეზიდენციიდან, მანამდე გააკეთა ქარტია და იმ ქარტიაში გაწერა ძალიან სერიოზული ძირითადი პრინციპები. რასაკვირველია ასეა. მაგრამ ის ქარტია ერთის მხრივ სწორი და უდაოდ სწორი, მაგრამ თქვენის ნებართვით თუ არ მიწყეთ, ცოტა მოძველებულია, ცოტა უფრო ფართო მასშტაბში უნდა წარმოვაჩინოთ
ჩემი მოსაზრებით პრობლემები და პრობლემები თუ საკითხები, ამბები, ხო, პრინციპები და სოფლიო საზოგადოებას უნდა გავაცნოთ, მათ შორის შეერთებულ შტატებს პირველ ყოვლისა, როგორი იქნება საქართველოს შვიდობიანი გზით, ყველა სიტყვას ზედმიწევნის ზუსტად ვამბობ, შვიდობიანი გზით ივანიშვილის რეჟიმის changes, შეცვლის არჩევნების გზით, ოღონდ არჩევნებამდე უნდა დამარცხდეს ბიზი და ივანიშვილი ბარემ ვიტყვი, არჩევნების გზით ბიზი და ივანიშვილის რეჟიმის ჩამოშლის დამარცხების შემდეგ და შემთხვევაში. რატო ვამბობ ამას? ირანში კიდევ უფრო რთული ვითარებაა ვიდრე ჩვენს ქვეყანაში, ეს ფაქტია, იქ მართლა 30, 35, 40, შესაძლოა 50,000 კაცი ამკვდარი, ისი მოქალაქეა ამკვდარი და არ ჩერდება ალის რეჟიმი, მიუხედავად იმისა, რომ ახლა შეიძლება უახლოესი 2 დღის განმავლობაში ამოისუნთქოს დემონსტრანტებმა, ხო? 4 დღის შემდეგ ალი გააგრძელებს სასაგვირველი ამას და უბიძგებს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ ჩაერიოს ამ პროცესში. ჩვენთან შედარებით 7 ვითარებაა, მეთქი აკი გითხარით, ირანში უფრო მძიმე ვითარებაა და ირანში მაინც არის ერთგვარი ალტერნატივა, მიუხედავად იმისა, რომ ირანში ძალიან სერიოზული პოლიტიკური კრიზისია, ალის რეჟიმმა გაანადგურა ოპოზიცია, არც არსებობს, მაგრამ ქვეყნის ფარგლებს მიღმა არსებობს კაცი, რომელიც პრინციპში ყველაზე ლეგიტიმურად ითვლება დღევანდელ ირანულ სივრცეში, ეს არის უკანასკნელი შახის ვაჟი რეზა ფეხლევი, რომელიც წერს შემდეგ რამეს და მე თქვენის ნებართვით საქართველოსიც გადმოვიტანოთ. ძირითადი პოსტულატებიც არა ალბათ, აი რაღაცა პრინციპები, რას წერს ფეხლევი. მსოფლიოს ყველა ჩვენს მეგობარს ისლამური რესპუბლიკის უღელის ქვეშ მყოფი ირანი თქვენს გონებაში ტერორიზმთან, ექსტრემიზმთან და სიღარიბესთან ასოცირდება. ნამდვილი ირანის ხვანაირია, ლამაზი, მშვიდობის მოყვარე და აყვავებული. ირანი, ახლა ჩვენ შეგვიძლია თუ არა ვინმე სალომე ზურაბიშვილმა და სააკაშვილმა და მარგველაშვილმა ერთად პოლიტიკურმა ასპექტმა, საზოგადოებამ და ასე შემდეგ დაახლოებით მსგავსი შინაარსის მეური მაქვს ალაპარაკო, ამიტომ ყველა დეტალზე არ შევჩერდები, დაახლოებით მსგავსი პათოსის დეკლარაცია გაავრცელოს. მსოფლიოს ჩვენს ყველა მეგობარს საქართველოს, რომელიც ახლა არის ივანიშვილის უღელქვეშ, თქვენს გონებაში ასოცირდება ჩამორჩენილობასთან, რუსეთობასთან, რუსულობასთან, რუსული ჰიბრიდული ოპერაციის მსხვერპლია და ასე შემდეგ, არადა ჩვენი ქვეყანა არის ლამაზი, მშვიდობის მოყვარე, აყვავებული არის საქართველო. ახლა მე რომ საქართველოზე ყველა აბზაცი არ გავაკეთო და საქართველოს ანალოგი არ ირანის მაგალითზე საქართველოზე არ ვისაუბრო, თქვენის ნებართვით ჩავიკითხავ რას ამბობს, რას წერს ფეხლევი. ეს არის ირანი, რომელიც ისლამურ რესპუბლიკამდე არსებობდა და სწორედ ეს ირანი აღდგება ფერფლიდან ისლამური რესპუბლიკის დაცემის შემდეგ. ჩვენ შეგვიძლია თქვა, გამექცევა ისევ სიტყვა, რომ ივანიშვილის დაცემის შემდეგ ჩვენ აღვადგენთ საქართველოს რესპუბლიკას და საქართველოს რესპუბლიკა იქნება ადეკვატური მოთამაშე. ამიტომ მინდა ნათლად განვაცხადო, წერს ფეხლევი, თუ როგორი იქნება თავისუფალი ირანი მეზობლებისა და მსოფლიო მიმართ რეჟიმის დაცემის შემდეგ, როგორი იქნება საქართველო, თავისუფალი საქართველო ივანიშვილის დაცემის შემდეგ, რეჟიმის დაცემის შემდეგ. ესე იგი, ირანის კონტექსტში უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის სფეროში ირანის ბირთვული სამხედრო პროგრამა დასრულდება, ტერორისტული დაჯგუფებების მხარდაჭერა დაუყოვნებლივ შეწყდება, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ აქ არ იქნება ნარკოგზა, აქ არ იქნება კოლ-ცენტრები, არ იქნება აქ რუსეთის მხარდაჭერა არც პირდაპირ და ირიბი, ვინმე უნდა თქვას ეს ჩემი მოსაზრებით. თავისუფალი ირანი იმუშავებს რეგიონულ და გლობალურ პარტნიორებთან ტერორიზმის, ორგანიზებული დანაშაულისა და ნარკოტიკებით ვაჭრობისა და ექსტრემისტული ისლამიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად. ირანი იმოქმედებს როგორც მეგობარი, საქართველოს იმოქმედებს როგორც მეგობარი, უნდა უთხრათ ამერიკის შეერთებულ შტატებს. და სტაბილიზატორი ძალა რეგიონში და ის იქნება პასუხისმგებელიანი პარტნიორი გლობალურ საფრთხეებაში. სხვათა შორის ჩვენ შეგვიძლია უთხრათ ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ ინჯერლიკის შენი თურქული ბაზის ნაწილი, ხო, ჩვენთან იქნება აზიანში. ჩვენ აქ გზათა ვართ, რომ ვუმასპინძლოთ ამერიკელებს და გავაკეთოთ ერთობლივი სამხედრო ბაზა ვაზიანის, ან ჯეიტეკის კრწანისის, მაგრამ ალბათ უფრო მაინც ვაზიანის და შესაძლოა სხვა რომელიმე სივრცეში, ხო, რომელიც სივრცის ნაწილში. ხო, ჩვენ გვექნება საქმიანი ურთიერთობები, უსაფრთხოებას დავიცავთ შეერთებულ შტატებთან ერთად, ჩვენ მაგალითად უმასპინძლებთ კი არა, ჩვენ აქ გავაკეთებთ რაღაც ავიაბაზას, პირობითად ისევ ვაზიანი გამახსენდა. და ესეც შეგვიძლია ვუთხრათ. ირანი უკაცრავად შეერთებულ შტატებთან დიპლომატიაში ურთიერთობები ნორმალიზდება. ჩვენი მეგობრობა ამერიკასთან და მის ხალხთან აღდგება. ისრაელის სახელმწიფო დაუყოვნებლივ იქნება აღიარებული.
ჩვენ გავაგრძელებთ ა ブラ ამის შეთანხმების კიროსის შეთანხმებებად გაფორმებას, რაც თავისუფალ ირანს, ისრაელსა და არაბულ სამყაროს გააერთიანებს. აქ საქართველოს ხსნება პრაქტიკულად წარმოუდგენელია, ანუ ძალიან უნდა მოვინდომო ახლა დიდ დროს წაიღებს, მაგრამ ის რასაც ბრძანებს ფეხლევი და ამახვილებს ყურადღებას ა ブラ ამის შეთანხმებაზე, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინგრედიენტი და ძალიან სწორი მესიჯი, რომელიც უნდა გაიგოს და გაიგებს კიდეც ვაშინგტონი. დაიწყება ახალი თავი, რომელიც დაფუძნებული იქნება ურთიერთაღიარებაზე, სუვერენიტეტსა და ეროვნულ ინტერესზე. ეხლა ნახეთ, საქართველოს რაც ეხება, კიდევ ეს ირანის კონტექსტზე ლაპარაკობს. ჩვენ, რომელიმე ჩვენმა ლიდერმა შეიძლება ზუსტად ეს წინააღმდება დაწეროს ენერგეტიკის სფეროში, ის ბრძანებს ირანს მსოფლიოში ნავთობისა და გაზის ერთ-ერთი უდიდესი მარაგი აქვს. ენერგეტიკის სფეროში ჩვენ შეგვიძლია დავწეროთ ამგვარი რამე. ჩვენ ვითანამშრომლებთ რასაკვირველია ცენტრალური აზიის, აგრეთვე აზერბაიჯანის, აგრეთვე ირანის ხარესთან, თურქეთთან, რასაკვირველია, სომხეთთან, რასაკვირველია და ჩვენ შევზღუდავთ რუსულ ბუნებრივ აირსა და ზოგადად ენერგო რესურსებს ამ რეგიონში ვეცდებით და გავატარებთ თავიდან ბოლომდე ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესებს. თავისუფალი ირანი, თავისუფალი სამყაროსათვის ეს უკვე ფეხლევია, რასაკვირველია და რამე საიმედო ენერგომომწოდებელი იქნება. პოლიტიკის შემუშავება გამჭვირვალე იქნება ირანის ქმედებები პასუხისმგებლიანი, ხოლო ფასები პროგნოზირებადი. გამჭვირვალობისა და მართლობის თვალსაზრისით ირანი მიიღებს აღასრულებს საერთაშორისო სტანდარტებს. ევროპული გახდება ირანიო პრაქტიკულად ამას ამბობს ფეხლევი. ეს ესე მოხდება თუ არა, ამაზე არ ვლაპარაკობ ახლა. მოახერხებს თუ არა ამერიკის შეერთებული შტატები აიათოლების რეჟიმის დასრულებას და ფეხლევი დაბრუნდება თუ არა ირანში და გახდება თუ არა ირანის ლიდერი, ეს ცალკე სალაპარაკოა. მე უბრალოდ იმაზე ვლაპარაკობ, რომ ეს სურვილი, არასწორი სიტყვა, ეს დეკლარაცია გააკეთა, ეს სიტყვები წარმოთქვა ფეხლევმა, ეს არის კაფიო მესიჯი იმასთან დაკავშირებით, რომ მსოფლიომ უნდა გაიგოს, როგორი იქნება განა ირანი იმ შემთხვევაში და საქართველო ამ შემთხვევაში თუ ივანიშვილის რეჟიმს აიათოლა ივანიშვილს მოვიცილებთ ჩვენ. ეკონომიკის მხრივ ირანი მსოფლიოს ერთ-ერთი დიდი გამოუყენებელი ბაზარია, ბრძანებს ფეხლევი. მე ახლა აღარ წაგიკითხავთ, ხო? ნახეთ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პუნქტი, ბოლომდე არ წაგიკითხავთ. იზოლაციას შესაძლებლობა ჩაანაცვლებს ჩვენთანაც იგივე უნდა იყოს, ეს იქნება თავისუფალი სივრცე ყველასთვის, რუსების გარდა რასაკვირველია. ყველასთვის, ვინც ქართულ ამერიკულ ინტერესებს გაითვალისწინებს, დასავლეთის ინტერესებს გაითვალისწინებს. ეს იქნება თავისუფალი სივრცე თავისუფალი ეკონომიკისთვის, ეს იქნება თავისუფალი სივრცე დიპლომატიისთვის, ეს იქნება თავისუფალი სივრცე თანამშრომლობის სივრცე სომხეთ-აზერბაიჯანისთვის და ასე შემდეგ. ბევრი რამის თქმა შეიძლება. ახლო აღმოსავლეთის კონტექსტში იქნება მნიშვნელოვანი რეგიონული ჰაბი, ბევრი რამის თქმა შეიძლება. რასაც ივანიშვილი არ ამბობს და ვერც ამბობს, ის ჩაჭედილია ყველაფერთან ერთად, გარდა იმისა, რომ არის რუსეთის აგენტი. ბოლო წინადადება ფეხლევისა თავისუფალი ირანი მშვიდობისათვის, კეთილდღეობისათვის და პარტნიორობისათვის იქნება ძალა. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ თავისუფალი საქართველო იქნება. და აქ უნდა ვახსენოთ, რასაკვირველია. ჩვენ ვიქნებით მაგალითად უმნიშვნელოვანესი ჰაბი, ამერიკული პორტი იქნება ქართულ ამერიკული მეთქი ვდებოთ, ასე ვიტყვი, საქართველოში ანაკლიის პორტის სახით. ჩვენ ამ გზითაც მოვაგვარებთ აფხაზეთის კონფლიქტს. ჩვენს აფხაზ ძმებთან, ესე რომ ამბობენ ხოლმე სტერეოტიპული სიტყვა, მაგრამ მაინც აფხაზ ძმებთან ერთად აღმოვფხვრით პრობლემებს. ჩვენ აქ, გარდა აფხაზეთის რაც ხინვალის რეგიონისა, ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში, აქ შევქმნით ნაკლებ რუსეთს კი არა, აქედან აღმოვფხვრით რუსეთს ჩინეთს. ან არა დემოკრატიულ სივრცეებს, თუ მაინც და მაინც დაკონკრეტება არ არის აუცილებელი და ასე შემდეგ. გლობალურადაც უნდა შევხედოთ, ჩვენ აქ გავატარებთ და ეს ალბათ უმნიშვნელოვანესი სიტყვაა. რასაკვირველია ადამიანის უფლებებს დავიცავთ, რასაკვირველია ორიენტირებულები ვიქნებით დემოკრატიაზე, ლიბერალურ დემოკრატიაზე, გასაგებია სიტყვის თავისუფლებას, მაგრამ გარდა ამისა ჩვენ აქ დავიცავთ დასავლეთის ზოგადად და კონკრეტულად ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო ინტერესებს. ახლა ვინმე რომ მკითხოს, ბატონო ირაკლი, ვინ არის ამის მთქმელი? მე გულახდილად გეტყვით, ვერ უპოულობ ადამიანს, ვერ ხედავ ადამიანს, რომელმაც ეს რომ განაცხადოს, ეს სრული დეკლარაცია გაცნობით უკეთ ვიდრე მე დავწერე ან ფეხლევი წერს, თუნდაც ირანთან მიმართებაში თუ გნებავთ ამასაც ვიტყვი გავთავხედები და ვიტყვი. ხო? ამას დაწერს უკეთ თუ არ ესა თუ მსგავსად, მე ვერ ვხედავ. ეს შეიძლება ყოფილიყო მიხეილ სააკაშვილი. მაგრამ მიხეილ სააკაშვილი მესამე პრეზიდენტია ჩვენი ქვეყნისა. და იმის შემდეგ ორი პრეზიდენტი
მოვიდა და წავიდა მარგველაშვილი და სალომე ზურაბიშვილი. და მიხეილ სააკაშვილი კონტროვერსიული ფიგურაა ბევრისთვის, ან ნაწილისთვის საზოგადოებისა. ამიტომ მიხეილ სააკაშვილის ნათქვამი სიტყვა სწორი სიტყვა. მასშტაბური კაცია მიხეილ სააკაშვილი, აქვე ვიტყვი. მაგრამ შესაძლო არ იყოს იმ რეზონისა, რეზონანსულობისა. მეორე უკეთესი მგონია მე, მარტო მიხეილ სააკაშვილი კი არა. სააკაშვილი, მარგველაშვილი, ზურაბიშვილი სამი ცოცხალი პრეზიდენტი თუ გნებავთ რავისი, შევარდნაძესაც მოვაწერინოთ ზეციური საქართველოსდან და გამსახურდიასაც ზეციური საქართველოსდან ხელი მოვაწერდნენ, გულახდილად გეტყვით, ხელს მასშტაბური ადამიანი იყო ერთიც და მეორეც. არა, სამ ცოცხალზე ვილაპარაკოთ, ხო? სააკაშვილი, მარგველაშვილი, ზურაბიშვილი. მათ ერთმანეთთანაც პრობლემები აქვს. მარგველაშვილს სააკაშვილთან ნაკლები, მაგრამ მარგველაშვილს ზურაბიშვილთან მეტი. ზურაბიშვილს სააკაშვილთან მეტზე მეტი. ხო? ამ შემთხვევაში რაღაც ყველა მხარემ და განსაკუთრებით ზურაბიშვილმა უნდა დათმოს და უნდა ვთქვათ, რომ აი დრაფტი, აი პროექტი იქნება მოვაწეროთ ხელი. მე ნაკლებად რეალისტური მგონია. ამიტომ ახლა რასაც მე ვამბობ, ეს პრინციპში ჩემი ოცნება გამოდის. იქნება და პოლიტიკოსები. იქნება და პოლიტიკოსები და საზოგადოებისათვის ცნობილი პირები. როგორი იქნება საქართველოს ავთერ ივანიშვილი? გავკადნიერდები, არასრული იქნება რასაკვირველია ტექსტი. მე დავწერ ამ ტექსტს. მე და პერსონალურად, მაგრამ არასრული კი არ იქნება, დასაწუნი იქნება, ყველას თავისი ძიმე ექნება დასასმელი და ყველას თავისი მახვილი ჩასასმელი. ვიცი, ქართველები ამბიციურები არიან, ყველა პოლიტიკოს, ვისაც მიუტან ფურცელს, გეტყვის რომ ეს ესე კი არა ისე. ნოდარ ახალკაც და მე ნოდარ ახალკაცი არა ვარ, მაგრამ ნოდარ ახალკაცს ეუბნებოდნენ 91 წლის თასების თასი რომ აიღო იმ წელს მანამდე 2 თვით ადრე თუ 3 თვით ადრე ეუბნებოდნენ რომ იცი რა არის, აი მაგალითად ვესტჰემთან ესეთი ასე არ უნდა გეთამაშა 2 თვით ადრე. 4-1 მოიგეს ბრიტანეთში, ინგლისში, ეს მატჩი ქართულმა ფეხბურთელებმა, მაგრამ მაინც გარდახობდნენ, რომ აი სხვა ტაქტიკით უნდა ეთამაშა ნოდარ ახალკაცს. ამიტომ ირაკ ტაბლიაშვილი ვინ არის, კაც ნოდარ ახალკაცს გარდახობდნენ ფეხბურთს და მეც ბუნებრივია დამიწუნებენ ტექსტს, მაგრამ მაინც მე ვარ მზად იმისთვის, სხვებთან ერთად ვარ მზად იმისთვის, რომ ერთ გვერდიან, გვერდნახევრიან, ორ გვერდიან დეკლარაცია, ქართველი ხალხის დეკლარაცია, თარგმნოთ. რას ვამბობთ ჩვენ, როგორი უნდა იყოს საქართველოს ივანიშვილის რეჟიმის შემდეგ და ივანიშვილის რეჟიმის ჩამოშლის შემთხვევაში. ეს დასაწერია. რამდენი მაყურებელი ეყოლება ახლა ჩემ ვიდეო ბლოგს? 1880 ან 3240? 3240 კი არა, ბოდიში. უნდა ავიტაცოთ ამგვარი ჭალებში გიჟური და რეალურად კი არასტანდარტული იდეები. ჩვენ უნდა ვუთხრათ მსოფლიოს როგორები ვიქნებით. ყველასთვის მისაღებები. ქართული ოცნების მომხრეებისთვისაც კი მისაღები უნდა იყოს სამომავლო საქართველოს კონცეფცია, რომელიც ამ თავითვე არის დასაწერი. წინააღმდეგ შემთხვევაში დაწერის გარეშე, ტექსტის ჩვენთვის გაცნობის გარეშე, ბიზნა ივანიშვილს დაწერილი აქვს უკვე ჯიქორთული ქართულით მისეული საქართველოს, ანუ გრუზიის კონცეფცია და გრუზიის კონცეფცია ნიშნავს იმას, რომ საქართველო აღარ იწოდება საქართველო, მართლაც რომ ხდება გრუზია, ანუ რუსეთისათვის სასურველი არც ქვეყანა, წარმონაქმნი, ჭაობი და უბედურება. ნახვამდის.